მოგესალმებით რადიო იმედის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას და ჩვენ სტუდიაში ანალიტიკოს მასპინძლობთ, რომელთან ერთადაც ჩვენ ვეცდებით ვისაუბროთ არა მხოლოდ ჩვენს საშინაო პოლიტიკაზე, არამედ ყურადღება გავამახვილოთ და ანალიზი მოვახდინოთ მიმდინარე გლობალური პროცესებისა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, ჩვენ ბატონ ირაკლი გოგოვასთან, პოლიტოლოგთან ერთად დიალოგს შემოგთავაზებთ. გამარჯობა. მოგესალმებით თქვენს პანელს და მაყურებელს. მადლობა სტუმრობისთვის, ბატონო ირაკლი. უახლოესი საათების სიახლეა ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადება ქართული ოცნების აი ამ პარტიის აქტიური წევრის, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანის, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრიც იყო, განცხადება მოვისმინეთ, ბრიფინგი მოაწყო, სადაც აღნიშნა, რომ მან, ასე ვთქვათ, პოლიტიკური თავისი ასპარეზობა დაასრულა. ეს განცხადება მან გააკეთა ქართული ოცნების პლატფორმიდან, ეს არ იყო ცალკე განცხადება და ამით ხაზი გაუსვა, რომ ალბათ ეს იყო გზავნილი, რომ გუნდში აქვთ ერთიანი პოზიცია და მან აღნიშნა კიდევაც, რომ პარტიის თავმჯდომარიდან დაწყებული პარტიის სხვა წევრების ჩართვლით ერთი ხედვა ჰქონდა და ის უბრალოდ აპირებს პოლიტიკიდან წავიდეს და პირადი ცხოვრებით გააგრძელოს ყოფნა და პოლიტიკა აღარ იყოს მისი მთავარი დღის წესრიგი. ძალიან ბევრი აზრი გამოითქვა, ბევრი საუბრობს, კითხვებიც კოლეგებისგან იყო არაერთი, ბევრი მიანიშნებს იმას, რომ შეიძლება მიდის პარტიიდან, მაგრამ პოლიტიკაში მაინც დაბრუნდეს და სხვა გზიდან, თუმცა აღნიშნა, რომ ახლა პოლიტიკა არ არის მისი მთავარი თემა და აპირებს, რომ პოლიტიკის გარეშე გააგრძელოს ცხოვრება. რა თქმა უნდა, ეს კიდევ გაგრძელდება და იქნება პოლიტიკური შეფასებების, მithmamotkmების საგანი და საინტერესოა თქვენი შეფასება, თქვენი ხედვა, მით უმეტეს მიმდინარე პროცესების ფონზე და იმის ფონზე, რომ შემოდგომას იგეგმება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც. ირაკლი ყარიბაშვილმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ შეატანხმა პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან. წარმატებები უსურვოთ კერძო სექტორში გადავდივარო, ხო? საქართველოს არტოვებს, საქართველოს რჩება. ზოგადად პოზიტიური შთაბეჭდილება დატოვა ყარიბაშვილმა ქართულ საზოგადოებაში. გამოირჩევა თავის პირდაპირობით და უშუალობით ალბათ. კაფეო საკომუნიკაციო პოლიტიკა ჰქონდა, პიარს რო ეძახიან, კაფეო მესიჯებით აჟღერებდა. რას ახორციელებდა მეორე თემა, მაგრამ ხალხთან და საზოგადოებასთან კომუნიკაცია ჰქონდა ძალიან კაფეო. დანარჩენი რა ვიცი, ახლა ერთი გუნდად არ იქნება გარედან, ხო? შესაკრებთა გადანაცვლებით ჩამიარიცვლება ამბობენ. თუმცა ისიც არის, რომ აი ეს კობახიძე მდინარაძის ჯგუფი არის ახლა, ასე ვთქვათ, ლოკომოტივი მართველი პარტიის შიგნით. ეს მონოლითური ხო არ არის ახლა რეალურად მართველი პარტია, ეს არ არის იდეოლოგიური პარტია, ეს არის კოალიცია ხელისუფლებისთვის, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ საქართველოს არიდა თავი, არიდებინა თავი ქვეყანას ომის სცენარში და უბედურებაში ჩართვისკენ, რაც დასაფასებელია. არ მგონია, რომ რადიკალური ცვლილებები მოყვეს ამ სვლას, ამ განცხადებას. განახლება ეგრეთ წოდებულ პოლიტიკაში ამას კარუსელს ეძახიან, განახლება საჭიროა, ამას სტალინიც კი აკეთებდა, ერთი მინისტრი ერთი უწყებიდან სხვა უწყებაში გადაყავდა, რომ აი ეს შიგნით სისტემატიზაცია და ეგრეთ წოდებული ფეოდალიზაცია უნდა მოხდეს კონკრეტული სექტორის ან კონკრეტული უწყების. ამიტომ ასეთი გადაადგილებები პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, მისაღებია და ნორმალურია. კი ბატონო. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ვხედავთ ახლა შეფასებებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესების კუთხით გულისხმობ ბატონ ჯიმ რიშს, რომელმაც მოიწონა, ასე ვთქვათ, ტრამპის ახალი წინადადება, ასე ვთქვათ, განახლებული თემატიკა, რომელიც გულისხმობს უცხოური წარმოშობის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ საუნივერსიტეტო საქმიანობასთან დაკავშირებულ გამჭვირვალობას. და ეს იყო ადამიანი, ვინც თქვათ აქ გამჭვირვალობის კანონის მიღებისას საქართველოს აკრიტიკებდა. არა უშუალოდ პროფილური საუნივერსიტეტო, არამედ ზოგადი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების ფონზე და ახლა იქ ამბობს, რომ
დიახ, ის სწორედაც მუდამ უჭერდა მხარს ამ ყველაფერს და განმარტებაც გააკეთა, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ფლანგის მონიტორინგი. ემანდა არაფერი გამოეპაროს, თუნდაც დიდ სახელმწიფოს, ხო? და არაერთი შეფასება და განმარტება მოვისმინეთ და თქვენ ახსენეთ კიდევაც, რომ არიდა მთავარ ომს ქართულმა ოცნებამ ყველაზე დიდი რაც გააკეთა დიდ პოლიტიკაში ქვეყანას არიდა მთავარი ომი და აი ამ კუთხით ალბათ საინტერესოა ბატონი შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ არ ყოფილიყავით გადაწყვეტილებებში ასეთი მკაცრი, რომ დავყოლოდით საგარეო პოლიტიკაში მოთამაშე ინდივიდებს, გამოვიდოდა, რომ ჩვენც საბრძოლო ვითარება გვექნებოდა ამ მოცემულობაში. გასაგებია, რომ ამ პირველი სირთულის არიდება მოხდა. და მით უმეტეს ახლა ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, როდესაც ტრამპი ცდილობს თავისი წინასაარჩევნო მთავარი გზავნილი ერთ-ერთი შეასრულოს, რომელიც 100 დღის განმავლობაში მისი მხრიდან უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით მინიმუმ ოფიციალურ და მაღალ დონეზე დროებით და გრძელვადიან შეწყვეტასთან დაკავშირებით დოკუმენტს მოიპოვებს, თუ ეს იქნება საერთოდ დასრულების თემა ამ ომის ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ალბათ ნაკლებად რეალური და ამ 100 დღიანი აკლის წერტილი სულ უფრო მცირდება და 100 დღის შემდეგ მას ცხადია, რომ იქ არსებული შიდა პოლიტიკური კულტურის გათვალისწინებით ძალიან კრიტიკულად მოთხოვენ პასუხს. და ალბათ ისიც ცდილობს რაღაცა აქტივობა განიცადოს ამ პროცესმა. ამასობაში ვხედავთ, რომ რუსეთი მოქმედებს, უკრაინა ცდილობს, რომ მაგერა ბრიტანეთში უნდა შემდგარიყო შეხვედრა, სადაც ვერ შედგა ეს შეხვედრა და ახლა ნახეთ ჩვენ ზელენსკისა და მისი გუნდის მიმართვას ტრამპისადმი, რომ ისინი ცალსახად ითხოვენ, რომ სუვერენიტეტი სრულად იყოს შენარჩუნებული და მიუღებელია მათთვის იგივე ყირიმის ნახევარკუნძულის დატოვება. თუმცა ტრამპი უკვე ღია ტექსტით საუბრობს, რომ რაღაცა დათმობაზე წასვლის გარეშე პროცესი არ დასრულდება. მოკლედ ორ კითხვას გავაერთიანებ. ერთი, აი ამ ფლანგზე, მნიშვნელოვან ფლანგზე რა პერსპექტივას ხედავთ და მეორეს მხრივ ფაქტია, რომ საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები აქტიურად მოახდენენ ზეგავლენას ჩვენს პოლიტიკურ გარემოზეც და აი ამ მხრივ რა სიახლეს და რა პერსპექტივას რაოდენობით უახლოეს პერიოდში. რას ვხედავთ ზაზა, ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ტრამპი აშკარად მოწედინებულია, რომ ეს ომი დასრულდეს, იმიტომ რომ ეს ომი გლობალისტების წამოწყებულია და დაგეგმილი წლების განმავლობაში იგეგმებოდა ეს ომი. სამწუხაროდ ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა იქნა ამისთვის გამოყენებული და ეს ძალიან ცუდია. ეხლა ფორმალურად რო შეხედო უკრაინა, ესე იგი რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და უკრაინა თავის ქვეყანას იცავს, რაც მართლაც ასეა, მაგრამ თუ პროცესუალურად ვიაზროვნებ და მთელ პროცესს შევხედავთ, რა თქმა უნდა, ტრამპიც ამას ამბობს, რომ ეს ომი იყო პროვოცირებული აი გლობალური ძალების მიერ, რომელსაც ზოგი გლობალური ომის პარტიას ეძახის, ზოგი ლიბერალ გლობალისტებს და სხვადასხვა სახელები, deep states და ასე შემდეგ. ამიტომ ტრამპი ცდილობს ამის გაჩერებას, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ რთული. ახლა დღეს მაგალითად თითქოს რეალისტური გამოჩნდა რაღაც კონტურები, მაგრამ მაინც შანსები ჩემი აზრით, რომ შევაფასოთ 90-10 არის, 10 სამშვიდობო შეთანხმების ხოლო 10 პოზიტიური სასარგებლოდ. კი. რაც რა თქმა უნდა ცუდია, იმიტომ რომ მხარეები არ არიან მზად, აშკარად რუსეთი იყენებს ამ დიპლომატიურ ხრიკებს, მათ დიპლომატიის დიდი სკოლა აქვს ეს ვორდინგი და ლამაზად შეფუთვა უარის და ასე ვთქვათ განზოგადების რაღაც საკითხებიდან შემოვლის, მათ ეს ტექნიკა ხელოვნება იციან. აი მაგალითად ახლა ხო ერთ-ერთი ჩინოვნიკი მინისტრი ლავროვი თორსტები, ჩვენთვის მისაღებია სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა, მაგრამ არის ნიუანსები. აი და ეს ნიუანსები მე არის დეტალები და რაღაცა ესეთი ფრაზებით რუსეთს ნებისმიერ მხარეს, ორივე მხარეს ხო სჭირდება პირველ რიგში საკუთარ მოსახლეობას, საკუთარ საზოგადოებას და ჯარს აუხსნას რატო აჩერებს ომს. დღეს ესე იგი რუსეთის მემარჯვენე საზოგადოება, ანუ პატრიოტულად განწყობილი საზოგადოება
არ არის კმაყოფილი მიღწეული შედეგები და ვერც იქნება, იმიტომ რომ გაცილებით დიდი ამბიცია ჰქონდა. ასევეა უკრაინის მხარეც, ხო? უკრაინის პატრიოტული ნაწილი. როგორ იქნება ის კმაყოფილი, ქვეყნის 20% ოკუპირებულია და კიდე თხოვენ, რომ ყირიმი აღიარონ რუსეთის ტერიტორიად. და დათმოს უამრავი რაღაცა, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ გამოვა გამიხარდება, იმიტომ რომ ცუდი მშვიდობა ჯობს კარგ ომს, თუ ეს მშვიდობა დამყარდება, იმიტომ რომ შეწყდება მართლა ეს უკრაინის განადგურება და ადამიანების დახოცვა ერთი მხრიდან თუ მეორე მხრიდან. მაგრამ მე ვფიქრობ, მაინც ნაკლებად სავარაუდოა. ეხლა ტრამპი რას აკეთებს? ტრამპი აკეთებს იმას, რომ მან უკვე განაცხადა, რომ ეს ომი ჩემი ომი არ არის. აი ამ დღეებში იყო მისი გამოსვლა, ანუ ხდება ის, რომ ძალიან რთულია მიაღწიოს ომის შეჩერებას, მხარეებს აქვთ კომპრომისო პოზიცია, თანაც ევროპაც ასე ვთქვათ ნავთს უსხამს ამას, ევროპის გარკვეულწილად წამყვანი ქვეყნები ვინც არის, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნორდიკული ქვეყნები, ბალტიისპირეთი. ამიტომ თუმცა ისიც გამოიკვეთა, რომ დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს ესე იგი თავი არ აქვთ, რომ რაღაც საბრძოლო ამაში თვითონ ჩაერთონ ამ ომში, ხო, თუმცა ამას განიხილავდნენ ჯარის გაგზავნას უკრაინაში სამშვიდობო მისიით თვითონ, მაგრამ სამშვიდობო მისია ვერ გაიგზავნება, თუ ორივე მხარე არ ეთანხმება ამ სამშვიდობო მისიას. ამიტომ თუ ისინი გააგზავნიან ჯარის ნაწილებს უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთი მათ აღიქვამთ როგორც ლეგიტიმურ სამიზნეს და რა თქმა უნდა დაარტყამს. როგორც არტყამს ხოლმე, ხო, ეხლა ინსტრუქტორები ვიღაცები არიან იქ. რამდენიმე ათეული ათასი უცხოელი იბრძვის უკრაინაში სულ თავიდანვე, ხო? პოლონელებიც, ევროპიდანაც, მათ შორის მოქმედი ჯარისკაცები ამას ჩნდება ხოლმე ეს ამბები. მოკლედ ალბათ უნდა ველოდოთ, რომ ზაფხულში ესკალაცია იქნება საბრძოლო მოქმედებების, იმიტომ რომ მიწა გაშრება, კარგი ამინდები დაიწყო უკვე, იმიტომ რომ მძიმე ტექნიკისთვის მყარი ნიადაგია საჭირო სამოძრაოდ და ორივე მხარე შეეცდება გარკვეული ოპერაციების ჩატარებას. და სადღაც სექტემბრისთვის უკვე უფრო რეალისტური იქნება სამშვიდობო შეთანხმებებზე საუბარი. მაგრამ რას გააკეთებს ტრამპი? ეხლა მთავარი კითხვა არის 100 დღის განმავლობაში, ანუ 1 მაისამდე არაოფიციალური დედლაინია, ხო, ეს ტრამპის მიერ მიცემული მხარეებისთვის. 1 მაისამდე თუ არ მოხერხდა, რას გააკეთებს ტრამპი? აი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გააგრძელებს თუ არა ის უკრაინის დახმარებას. უკრაინის დახმარებაში იგულისხმება, საბრძოლო იარაღი, ამუნიცია, ტექნიკა და რაც მთავარია, რაც გაცილებით მთავარია, ეს არის კოსმოსური დაზვერვის მონაცემები. დღეს უკვე ნებისმიერ ოპერაციას სჭირდება კოსმოსური დაზვერვა. და ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ხო, კოსმოსური დაზვერვა არ ნიშნავს მხოლოდ რაღაცა სატელიტმა ფოტო გადაიღო და WhatsApp-ით ჩაგიგდო. კოსმოსური დაზვერვა იღებს მილიონობით ფოტოს, 100,000-ობით ფოტოს კონკრეტული რაიონის და შემდეგ მთელი ასეულობით ანალიტიკოსი ზის და შიფრავს რა არის, სად რა არის და შემდეგ GPS მონაცემებს აძლევს სარაკეტო დარტყმებისთვის, ან დრონების დარტყმისთვის უკრაინულ და ხდება წერტილოვანი განაკვეთი. ხო, იგივე არის, იგივე რუსებიც იგივე საკეთებენ, ოღონდ მათ თავიანთი ეს აქვთ კოსმოსური თანამგზავრები. კიდე დაამატეს თუ არ ვცდები, თავდაცვის სამინისტრომ შარშან გაუშვა 5 კოსმოსური თანამგზავრი რუსეთის, ეხლა კიდე 2 დაამატეს. მოკლედ, აი თუ ამ დახმარებას შეუწყვეტს და ფინანსურ დახმარებას, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის, რომ უკრაინის ეკონომიკა, ნახევრად გაჩერებულია. რაღაცები მუშაობს, მაგრამ ძირითადად არ მუშაობს. აი მაგალითად გუშინ იყო ცნობა, რომ უკრაინას საოცარი პროფიციტი შეექმნა ელექტროენერგიის გენერაციის. რატო? იმიტომ რომ მათ გააკეთეს უამრავი მზის სადგურები და კარგი ამინდები მოვიდა და გამომუშავება ელექტროენერგიის გაიზარდა, მაგრამ ქარხნები არ მუშაობენ და ვერ მოიხმარება. ამიტომ და მოსახლეობა შეიძლება იმდენი აღარ არის. ხო, რა თქმა უნდა. და ესე იგი გადის ეს მოლდოვაში, ევროპაში გააქვთ, იმიტომ რომ არ შეიძლება სისტემა ვერ გაუძლებს ჭარბი ენერგიის წარმოებას. ამიტომ სექტემბრისთვის უნდა ვივარაუდოთ უფრო რეალისტური, გაიზრდება შანსები სამშვიდობო შეთანხმების და თან რა ხდება, კიდე რა ემატება ტრამპისთვის. სექტემბერში შეიძლება ტრამპი კიდევ გააქტიურდეს ამ მემართულებით, იმიტომ რომ ოქტომბერში გაიცემა ნობელის პრემია.
მათ შორის მშვიდობის დარგში. შესაძლოა ტრამპმა მოინდომოს ნობელის პრემიას გამოკრას ხელი. საინტერესო თეორია და საერთოდ ლოგიკაში ჯდება. კი ბატონო. ბატონო ირაკლი, იმდენად რამდენადაც ამ ომის დასრულების ფორმა და მისი მიმდინარეობა იქნება მთავარი განსაზღვრელი ევროპულ დასავლურ კონტინენტზე პოლიტიკური გარემოსი, ამიტომ ისევ ამ მიმართულებით განვაგრძობ დიალოგს. თუ შეიძლება ცოტა მოკლე კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდეთ, რომ მოვასწროთ. ჩვენ, როდესაც ტრამპი მოვიდა და გააცხადა, რომ ამ ომს რაღაც დონეზე უნდა მოვუღოთ ბოლო, გასაგებია, რომ ზემოქმედების მიზნით მან, ასე ვთქვათ, მოაკლო უკრაინას ის მხარდაჭერა, რაც გააჩნდათ და აგრძნობინა, რომ კიდევ უფრო მოგაკლებთ დროთა განმავლობაში. მაგრამ ჯერ ამან როგორც ჩანს ვერ იმუშავა, ან არ იმუშავა, არ ვიცი. ამის გარკვეული მიზეზი გასაგებია, მაგრამ პარალელურად ვფიქრობ, რომ პოლიტიკური დიალოგისთვის ბრჭყალებში რაღაც კუთხით კოჭს უგორებს რუსეთს, უტოვებს სივრცეს ტრამპი განცხადებებითა და ქმედებებით, თუნდაც მსოფლიოს ყველა ქვეყანას აუმოქმედა გადასახადი, ტარიფები აუწია და რუსეთთან თქვა, რომ არ დავამატებ, ახლა საერთოდ ამას არ განვიხილავ. უტოვებს სივრცეს იმისთვის, რომ წამოვიდეს კომუნიკაციაზე, მაგრამ მეორეს მხრივ რუსეთს აქვს დიახ ამის დიპლომატიური გამოსლება, რომ იმ მაქსიმალურად შეიძლება გამოიყენოს ყველას მინუსი თავისი პლუსების გასაზრდელად, ხო? და ჯერჯერობით ესეც არ მუშაობს. ხომ არ შეიძლება შეტრიალდეს სიტუაცია ისე, რომ სწორედ რუსეთის მადის შესაჩერებლად გააორმაგოს პირობითად უკრაინის მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან, თუნდაც ტრამპმა და აი ასე აიძულოს უკრაინა რაღაც მომგებიან პოზიციაში გადავიდეს და რუსეთს აგრძნობინოს, რომ თუ ასე გააგრძელებს პერსპექტივა არ გექნება და მოდი ეხლა დავსვათ. მე ესმის რა. ანუ რადიკალურად რა შევავყოთ. მარტო ტრამპის გადასაწყვეტი რო იყოს, რა თქმა უნდა, ის შეუწყვეტავს უკრაინას დაფინანსებას, იმიტომ რომ მისი პოლიტიკისთვის აუცილებელი ამ ომის დასრულება. ეს არის ეკონომიაც და ასე შემდეგ. ეს არის გლობალისტების ომი. მართლაც ასეა. ამიტომ ის უნდა გაჩერდეს. მაგრამ გაერთიანებული შტაბების მეთაური, ვინც არის ახალი და პენტაგონის გენერალიტეტი, არ მგონია რომ იყოს მომხრე ამ ომში, ამერიკამ აღარ მიიღოს მონაწილეობა, ნუ პროქსი ომში. ირიბად არ მიაწოდოს. ამიტომ აი პენტაგონის გენერალიტეტთან როგორ დაალაგდება ტრამპი, ამაზე იქნება დამოკიდებული. ტრამპს რატო უნდა ამ ომიდან გამოსვლა? იმიტომ რომ ტრამპი მიიჩნევს, რომ ამერიკისთვის თავარი მეტოქე ეს არის ჩინეთი. ჩინეთი გასაგებია და უნდა რომ ზურგს უკან სივრცეები და პრობლემები მოაგვაროს, რომ სრულად გადაერთოს ამ ეკონომიკურ ჭიდილში. მოუქონოს თავი რუსეთს, ასე ვთქვათ, მისცეს რაც უნდა. და იცოდეს რომ მის პლატფორმაზე იქნება ჩინეთთან ჭიდილში რუსეთი და არა რუსეთის. როგორც მინიმუმ ნეიტრალიტეტი. ვერ მოთხოვს რუსეთი არ დაარღვევს ჩინეთთან. ნუ ნეიტრალიტეტის დიდი მიღწევა იქნება. ხო, დიდი მიღწევა იქნება უდავოდ. მაგრამ ამასობაში ამ ომის წყალობით კომუნიკაცია ჩინეთსა და რუსეთს შორის კიდევ უფრო გაღრმავდა. ვიდრე ისურვებდა საერთოდ. კი ბატონო, გაღრმავდა, მაგრამ არის მეორე მომენტი ახლა ალიანსები თანამედროვე სოფლიოში ხდება საკითხების გარშემო. ანუ მუდმივი მოკავშირე მაგალითად გერმანია და სიტყვაზე ამერიკა მოკავშირეებიან და ყველა საკითხში ერთნაირად მოქმედებენ, ასე არის. არის თემების მიხედვით. აი მაგალითად ტრამპი აჩერებს ლიბერალურ მიდგომას ვაჭრობაში, თავისუფალ ვაჭრობას სოფლიოში, ხო, რაც გლობალისტების საფუძველია. ახლა ჩინეთისთვის ეს მიუღებელია, იმიტომ რომ მისი ძლევამოსილება ეკონომიკური ემყარება სწორედ თავისუფალი ვაჭრობის გლობალისტურ რეჟიმს. $1 ტრილიონ ღებულობს სუფთა მოგებას პროფიციტს საერთაშორისო ვაჭრობაში. ყოველ წელს. რომელსაც მე ხარჯავს მეცნიერება ჯარი და მთელი ამბავი. ამიტომ დრო არ მუშაობს ამერიკის სასარგებლოდ. ამიტომ ჩქარობს ტრამპი. ჩინეთის ტემპი იმდენად დიდია, რომ 5-6 წელიწადში ამერიკას გადაასწრებს ბევრი პარამეტრი. კი ბატონო, როგორც ახლა ეკონომიკის ბევრი მიმართულებაში. იმისთვის რომ შედეგს მიაღწიოს, გასაგებია 100 დღეში ვერ მოესწრება, მაგრამ თუ მისი სტრატეგიის უპირატესი ღირებულება გააჩნია ამ ომის დასრულებას ამ მიზეზების გამო რაც ჩამოთვალეთ, ფაქტია რომ მის ამ სტრატეგიას და ტაქტიკას უბრალოდ რომელიც მიმართული იყო საბრძოლო მოქმედებების შეჩერებამდე, გარკვეულწილად ხელი შეუშალა ევროკავშირმა, ევროპამ იმ კუთხით, რომ მისი და ტრამპის პოლიტიკური ხედვები, მოქმედების ფორმატი ასე შემთხვევით არ ემთხვევა ერთმანეთს. ნუ კონცეფცია, ფილოსოფია და ასე შემდეგ. ბევრ რამეში არ ემთხვევა და ძალიან ხისტად ტრამპმა ასე ვთქვათ, ჩამოიტოვა ისინი და ერთ-ერთზე დიალოგი ჰქონდა რუსეთთან. მაგრამ რაც ტაქტიკა ჰქონდა,
იგივე უკრაინას ახლა გააჩნია ევროპის ხარდაჭერა, რა როგორ სხვა საკითხი, მაგრამ პოლიტიკური ხარდაჭერა ცალსახად გააჩნია და ეს მას აძლევს თავდაჯერებულობასაც. ხომ არ განიხილავთ, ანუ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ევროპის ტრამპთან ახლოს არ ყოფნა პოლიტიკურად პრობლემაა, ფაქტია, ხო? ხომ არ განიხილავთ იმას, რომ ახლა გადაერთვება, შეიძლება მეტად გადაერთოს ტრამპი, რომ როგორმე დაჩქარებულ რეჟიმში საერთო ფორმას მიაღწიონ პოლიტიკური დიალოგისას ევროკავშირთან, მისი წერტილოვანი კომუნიკაცია არ იყოს მხოლოდ კონკრეტული ქვეყნების ლიდერებთან და ევროსტრუქტურასთან ეცადოს ურთიერთობის დალაგებას იმისთვის, რომ ზოგადად უკვე დასავლეთმა ისე როგორც ადრე იყოს, ერთ ტექსტში ისაუბრონ და ერთი მიმართულებით იმუშაონ კონფლიქტის დასასრულებლად. ნახეთ, ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირი თავიდანვე შექმნილი თან ბოდიში ასეთი ერთობა ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზუსტად გვეცნობინება დასავლეთთან რა ფორმატში. ტრამპმა თავიდანვე განაცხადა, რომ ევროკავშირი შეიქმნა იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს დაუშავს. ინგლისური სიტყვა იხმარა screwing, screwing ნიშნავს დაშავებას, ხო? ტრამპი ცდილობს, რომ ევროკავშირი დაშალოს და ამას არ მალავს. ევროკომისია საერთოდ არ ელაპარაკება არც ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი. იგნორირებას უკეთებენ, ელაპარაკებიან მხოლოდ ქვეყნის პირველ პირებს. საფრანგეთის პრეზიდენტს, პრემიერს, ან გერმანიის და ქვეყნების მიხედვით. შესაბამისად, მათ ჩვენურად იციან, ვისი პროექტია ეს ევროკავშირი. ევროკავშირი სუპერმდიდრებმა შექმნეს, დაამყარეს გავლენები შიგნით ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა თქმა უნდა, წყარო ამის მოდიოდა დიდი ბრიტანეთიდან. არო იდეოლოგია დამუშავდა ლონდონში. დიდი ბრიტანეთის იდეოლოგიით არის ეს შექმნილი, რომელიც დღეს აღარ არის ამ კავშირში. ტრანსნაციონალური სეგმენტი, ესე იგი, კონსოლიდაცია მოახდინეს ამ ევროკავშირის პროექტის გარშემო და მათ შორის ამერიკაში მოიპოვეს ეს გავლენები, ხო, დემოკრატიული პარტიის და ტრანსნაციონალური კორპორაციების ხელით. ამიტომ ტრამპი ახლა ურტყამს თავისუფალ ვაჭრობას, იმიტომ რომ სწორედ ეს არის ფუნდამენტი, ნაკადები, ფინანსური ნაკადები, რომელიც მიდიოდა გლობალისტების ინტერესებისთვის, ახლა მოხდება მისი გადამისამართება. როგორც მინიმუმ ლიბერალურ დღესასწაულს აღარ დააფინანსებენ, იმიტომ რომ ჩვენ რო ჩაიხედოთ ყველა გლობალისტური ან არასაერთაშორისო ლიბერალური NGO-ს დონორებში, სულ ტრანსნაციონალური კორპორაციებია დაწყებული BlackRock-დან დამთავრებული არის Nestle-ით. Sony და ყველა აფინანსებს ლიბერალურ დღესასწაულს. აი ამის ხა რიგი ხო უდგას? რიგი უდგას არა მარტო ქვეყნების ტარიფები გადამიხადე, არამედ წარმოებლების. აი მაგალითად Apple-მა მოახერხა რომ ტარიფები მოახსნევინა ელექტრონიკაზე, იმიტომ რომ Apple iPhone-ს ვინც უშვებს, ხო, ჩინეთში აქვს ქარხნები და იგაწყობს ძალიან ბევრ მაგრამ ეს მოლაპარაკების შედეგია. მოლაპარაკების შედეგად დარწმუნებული ვარ, Apple-ს უთხრეს რომ შენ უნდა შეწყვეტო ჩვენი მეტოქეებს. და გადმოიტანე აქეთ. ხო, ნუ აქ ან ინდოეთში ან სადღაც ხო. ნუ ამერიკაში გადმოიტანე წარმოება და პლუს კიდე ნუაფინანსებ ამ ლიბერალურ დღესასწაულს სოფლიო ანუ მასშტაბში. ცოტა უფრო მასშტაბურად რო დავინახოთ პროცესი, ტარიფების თემატიკა არ არის უბრალოდ ახირება, ეკონომიკური ახირება ტრამპისა, არამედ ეს არის აი იმ საერთო საკითხის გლობალური ეკონომიკური გავლენის შესუსტების ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ტარიფების მეშვეობით რომ მოახდინოს ზემოქმედება ყველა სხვა მოთამაშეზე. რამდენიმე დანიშნულება აქვს. პირველი რომ მართლა სურს რაღაცა დონის რეინდუსტრიალიზაცია ამერიკაში და იმპორტზე ტარიფი. ალბათ უფრო ირიბი ეფექტი იქნება. ვიღაცები გადავლენ, ამერიკა დაიტანენ ქარხნებს, Honda მაგალითად გააკეთა განცხადება რომ ქარხანა გადააქვს ამერიკაში. მაგრამ ძირითადი მომენტი არის ფულადი ნაკადების კონტროლი. ჩვენ ხო გვესმის ახლა რომ როდესაც რაღაცა ტრანსნაციონალური კორპორაცია დიდ მოგებას ზემოგებებს შეულობს და ამერიკის ბაზარზე შეულობს, ხო, პრემიალური ბაზარია და პლუს აფინანსებს დემოკრატებს, ეს ახლა ტრამპისთვის არის მიუღებელი. ამ ნაკადების კორექცირება ხდება და სხვა კალაპოტის მიცემა. ეხლა ტრამპის გარშემო უამრავი ათასობით ბიზნესმენია, ხო, მის გუნდში და ამ ათასობით კი არა, ალბათ მილიონობით, 800,000-ობით მაინც. ამიტომ სულ სხვანაირად გადალაგდება ეს საერთაშორისო ვაჭრობის სისტემა. აქ არ გამოვრიცხოთ რომ რაღაცა ვიღაცები ასე ვთქვათ ხელის მოითხოვდნენ და ასე შემდეგ. ტრილიონებზე ლაპარაკია, არ არის ასე. ოღონდ რაც შეეხება ჩინეთს,
აი ჩინეთთან უკვე სულ სხვა ამბავია, ჩინეთთან ვაჭრობის კორექტირებას და შეზღუდვას სთხოვენ უკვე იმ ქვეყნებს, ვინც ითხოვს, რომ ტარიფები გამინახევრეთ ან მომეცენიდან რაღაც. მოკლედ საერთო ჯამში, ეხლა რა ქვეყნებია, ძირითადად ინდოჩინეთის ქვეყნები, ასიანის ქვეყნები, ეს არის ვიეტნამი, ლაოსი, ფილიპინები, კამბოჯა, ხო, ბირმა, სადაც ინდონეზია, სადაც ხდება ჩინური ინვესტიციებია, ბევრი ჩინური საწარმოები იქ მუშაობენ, იმიტომ რომ ჩინეთში დიდი ხანია უკვე მუშახელი იაფი აღარ არის. აი გამოვიდა მაგალითად ერთ-ერთი ტოპ მენეჯერი იმისი Apple-ის ტოპ მენეჯერი და მან განაცხადა, რომ ხალხს გონია, რომ მე ჩინეთში იმიტომ აქვს წარმოება, რომ იაფი მუშახელიო. დიდი ხანია ჩინეთში იაფი აღარ არის მუშახელიო. უბრალოდ სისტემატიზირებულია იქ. პროფესიონალური, კომპეტენტური, კვალიფიციური მუშახელის კონცენტრაცია დიდიო. მე ამერიკაში მე ვინც მჭირდება ინჟინრებიო, ერთ ოთახში შევსება გამიჭირდება და იქ შემიძლია სტადიონები გავავსო. ამიტომ ეს კვალიფიცია, ხო და მე ჩავხედე მე და ჩინეთში მართლაც ესეა $1400 საშუალო ხელფასი უკვე ქალაქებში. სოფლებში 1200 რაღაც დოლარი. ჩვენთანაც შიშები რო არის, ახლა ჩინეთი შემოვა და ჩინელები დასახდებიან, ეგ შიში ცოტა უსაფუძვლოა ამის გამო, იმიტომ რომ ჩინელს რათ უნდა საქართველოში 700-800 ლარზე მუშაობა, თავის ქვეყანაში მშვენივრად იმუშავებს $1200-1400. და თან პროდუქტიც უფრო იაფია და ცხოვრებაც უფრო იაფია. ნუ ეს ისე გლირიული გადახოვა ჩვენთვის ზედმეტად შეშფოთებულებისთვის. მოკლედ დაველოდოთ ეს რასაც ტრამპი აკეთებს, ეს არის ჰანტინგტონის პროექტი, ცივილიზაციათა ომის, რომელმაც თქვა, რომ 9 ცივილიზაცია და ასე დაჯგუფდება და ჰანტინგტონის რუკაზე რო ნახოთ, ამერიკა არის, ამერიკა, კანადა, გრენლანდია. აი ესე აქვს ყველაფერი აქეთ მიდის. გაფერადებული. ხო, ოღონდ უკვე დაემატა მე-10 ალბათ კონტინენტური ევროპა. უკვე ცალკე ცივილიზაციად უნდა გამოვყოთ ამ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ამერიკა, ჰანტინგტონს ამერიკა, ევროპა და დასავლეთ ევროპა ერთად აქვს და აქ ალბათ მე მე-10 ცივილიზაციად გამოვყოფთი კონტინენტურ ევროპას. გასაგებია. მაგრამ ეს სიტყვის შესაძლებლად ძირითადი ბრძოლა მაინც რო გვესმოდეს მიდის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს შორის. მაქამდე დავა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ტრადიციული ომია ამერიკის. დამოუკიდებელ 1776 წლის დამოუკიდებლობის ომი ამერიკაში ბრიტანეთის წინააღმდეგ იყო, სამოქალაქო ომი ამერიკაში ბრიტანეთის წინააღმდეგ იყო. პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი ბრიტანეთის იმპერიის დაშლას ემსახურებოდა, ამიტომ შეერთებული შტატები აგრძელებს იმ საქმეს, რასაც მიჩვეულია. და ზოგადად შეერთებული შტატები გარკვეულწილად აგრძელებს იმ დიდ გეოპოლიტიკაში იმ საქმეს, რაც თავის დროზე რა პლატფორმასაც საფუძველი ჩაუყარა როგორც ანგლოსაქსური სკოლის საწყისმა დიდმა ბრიტანეთმა, ხო? და ამერიკის შეერთებული შტატების ასე სწრაფად რამდენიმე საუკუნეში მომძლავრებაც აი ამ ბრიტანული იმპერიის სკოლის საფუძველი იყო, ხო? რომ არაფერი ვთქვათ, ძველი რომის სისტემების გამოყენება და სხვანაირად სხვა ფორმატში გადმოტანა, თუმცა იმის თქმა მინდა, რომ არც ამერიკისთვის და არც ბრიტანეთისთვის არც ერთნი არ არიან უცხონი. ერთმანეთს კარგად იცნობენ ძალიან სისტემაში, მაგრამ ორივეს აქვს იმის მადა და სურვილი, რომ ერთმანეთზეც დომინირება მოახდინონ, ხო? გასაგებია, იგივე ევროპაში მართლაც ამბობთ, იმიტომ რომ დიდი ბრიტანეთი ახლა თავისი თამაშის შეთავაზებასაც ფიქრობს და ძალიან მშვიდად ცდილობს, რომ ტონი მისცეს იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს. ამის დამადასტურებლად ეს იდეოლოგიური დივერსია, რომელიც შიგნით ამერიკაში მოხდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და რომელსაც სოროსი ხელმძღვანელობდა, ხო? სოროსი გახლავთ როჩილდების ოჯახის ფასადის ადამიანი, სახლი კაცი ასე ვთქვათ, ქართულად, ხოლო ნუ როჩილდების მთავარი ბაზა მაინც რა თქმა უნდა ლონდონია და სიტი. კი ბატონო. მადლობა დიდი სტუმრობისთვის, მადლობა თქვენი პოზიციის გამჟღავნებისთვის, ამ ანალიზისთვის. სამწუხაროდ მეტი დრო არ არის და მეც ვერ ვასწრებთ. დადიომედის პირდაპირ ეთერში განვაგრძოთ მუშაობას და ახლობით 13 წუთში წინ გელოდებათ მორიგი საინფორმაციო გამოშვება. ჩვენ კი ბატონ ირაკლისთან ჩვენ დიალოგს ავტვირთებთ რადიომედის Facebook გვერდზე. მადლობა დროებით.